ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლო პროცესის მოლოდინშია კობა გაბუნიას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მის დაკავებას მოყვა ცნობა იმის შესახებ, რომ გაიჩხრიკა თავად ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარცელაძის სახლი, მაგრამ მასზე ამ მომენტში მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. რეჟიმი საზოგადოების ინფორმაციას დოზირებულად ახდენს და დროში წელავს. ქარცელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ჯერ დუმილის უფლებას იყენებს, საქმე ეხება ლაგი კაპიტალს, კომპანიას, რომელსაც მოგებული ტენდერებით საბავშვო ბაღები უნდა ეშენებინა, მაგრამ გამოძიების თანახმად ეს ფული მიითვისა. ლაპარაკია ჯამში 9 მილიონ ლარზე. ნატალი ჯახუტაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ნატალი, გისმენთ. ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრის ექს-მოადგილე ამ დრომდე რჩება დიღმის მთავარი სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. კობა გაბუნია ელოდება, როდის ჩაინიშნება პროცესი მის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ მის აღკვეთზე იმსჯელებენ ან დღეს, ან ხვალ. ჯერჯერობით ირაკლი ქარცელაძის ყოფილი მოადგილე საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავუკავშირდით მის უფლებადამცველს, რომელიც აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის გაეცნობა სრულად საქმის მასალებს, ამის შემდგომ უკვე ისინი ჩამოაყალიბებენ პოზიციას წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ დავინტერესდით, აქვს თუ არა მიცემული უკვე ჩვენება შესაბამისი ორგანოებისთვის. კობა გაბუნიას ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დრომდე ის არ გამოუკითხავთ და ასევე განაცხადა ისიც, რომ არც ერთ შემთხვევაში კობა გაბუნია არ აპირებს ჩვენების მიცემას, თუ მას მოსთხოვენ ამას ირაკლი ქარცელაძის წინააღმდეგ. ველოდებით აკვეთი ღონისძიების შეფართებაზე, როდის დაგვიერიკავენ რა. და შეიძლება გირაუთი გამოუშვან, თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, შენ რა შრომგოლოს ბრალდება. და ჩვენება რამდენჯერ აქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოებისთვის? არა აქვს მიცემული. არა აქვს ჯერჯერობით? არა, მაგრამ თუ და საჭირო იქნება და მოითხოვენ, კი ბატონო, მისცემ ჩვენებას ალბათ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არ აღავს ართვის ბრალდება საჭიროდ, მისი ჩვენების გარეშედაც ფიქრობენ, რომ დაუდასტურებენ ბრალს და მაგას ნახავთ ახლა ჩვენ ადვოკატები რამდენად აქვს ამის მტკიცებულებების ერთობლიობა. ბრალს სანამ არ წავიკითხავს. ვინე მარწავი გითხავთ რა, მანამდე ამ რა მტკიცებულებები რაში გამოიხატა რა აქ ჩადენილი დაუშვათ რა ქმედება ამას შესაძლებელია. ბრალის გადატანას თუ ფიქრობთ ვინმეზე ასეთი პოზიცია არ აქვს. ანუ არ აპირებს ირაკლი ქარცელაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას? არ ეკითხება რა შუაში საკურატურო სფეროა მისი და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა და ირაკლი ქარცელაძე და ვინმეზე ამის გადაბრალებას როიცოდეთ არ აპირებს. ჯერჯერობით უცნობია ბრალდების მხარე რა შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ანუ არ ვიცით ამ ეტაპზე კობა გაბუნიას შეუფარდებენ პატიმრობას თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება ის. შეგახსენებთ, რომ გამოძიებით დადგინდა ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ქარცელაძის დროს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო კობა გაბუნია, ის კურირებდა მუნიციპალური განვითარების ფონდს და სწორედ ამ პერიოდში, როგორც შესაბამის საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ, კობა გაბუნიამ გადასცა ლაგი კაპიტალს 11 მილიონ ლარზე მეტი და აქედან ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა მიითვისეს დაახლოებით 9 მილიონი ლარი. მოკლედ, კობა გაბუნიას ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრის ექს-მოადგილეს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.